საღამო მშვიდობის არიოფენ მედიის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. საქართველოს გავლით სომხეთისათვის გაზის მიწოდება დროებით შეწყდება. კომპანია გაზპრომ არმენიას ინფორმაციით საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური გაზსადენის ყაზახ-საგურამოს მონაკვეთზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო 24 ივლისის დილის 7 საათიდან 26 ივლისის საღამო 7 საათამდე სომხეთისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება. კომპანიის განცხადებით შეზღუდვა მომხმარებლებზე არ აისახება. აღნიშნულ პერიოდში გაზ მომარაგება შეზღუდვების გარეშე შიდა მარაგებისა და ირანიდან მიღებული დამატებითი მოცულობის ხარჯზე განხორციელდება. რუსეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუს კოლეგას მიხეილ მიშუსტინს შეხვდა. ამის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელს ფეისბუქში დაწერა და შეხვედრას ამსახველი ვიდეო გაავრცელა. მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკვანძო საკითხები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. ორივე პრემიერმა ხაზი გაუსვა ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორული კავშირების გამყარებისათვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის მნიშვნელობას. სომხეთის პრემიერის ვიზიტი ალთაის რესპუბლიკაში იმართება, სადაც ნიკოლ ფაშინიანი ბუნებისა და გარემოს დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. სომხეთის იუსტიციის მინისტრი სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სომხეთის იუსტიციის მინისტრმა სერბუი გალიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება სომხეთის ელექტროქსელების საქმეზე ქვეყნის შიდა სასამართლომ უნდა აღიაროს, სანამ ის სავალდებულო შესასრულებლად იქცევა. მისი თქმით, ნიუ-იორკის კონვენციისა და სომხეთის კანონმდებლობის თანახმად არსებობს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შესაძლებლობაც, თუ ის ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. გალიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის ელექტროქსელების დროებითი მმართველის დანიშვნა ენერგეტიკული კრიზისის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნას და ეს განსხვავდება იმ საკითხებისაგან, რომლებიც არბიტრაჟმა განიხილა. მინისტრის განცხადებით, ერევანი მოთმინებით დაელოდება დავის არსებით განხილვას. ცნობისათვის ბიზნესმენ სამվել კარაპეტიანის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სტოკჰოლმის არბიტრაჟმა სომხეთის მთავრობას კომპანიის ნაციონალიზაციის პროცესის შეჩერება დაავალდებულა. საპასუხოდ მთავრობამ კი განაცხადა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ ეხება დროებითი მმართველის დანიშვნის მიზნებს. კრემლი აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანი სომხეთსა და აზერბაიჯანის სუვერენული საკითხია. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნის საკითხი სომხეთსა და აზერბაიჯანის სუვერენული საქმეა. მისივე თქმით, მოსკოვი მხარს უჭერს მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს. პესკოვის კომენტარი მოყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც შეერთებულმა შტატებმა სომხეთს სიუნიქის პროვინციის გავლით ნახიჩევანთან დამაკავშირებელი გზის იჯარით აღება შესთავაზა. ცნობისათვის სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ ამერიკული წინადადება განხილვის მთავარი ვარიანტია, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმოადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, სამხრეთ კავკასიის პროცესებში დასავლეთის ჩართულობამ შესაძლოა რეგიონის უსაფრთხოების სისტემის დისბალანსი გამოიწვიოს. მისი თქმით, ეს ძირს უთხრის რეგიონული თვითკმარობის პრინციპს, რომლის თანახმადაც პრობლემები ადგილობრივმა სახელმწიფოებმა და მათმა უშუალო მეზობლებმა უნდა გადაწყვიტონ. На самом деле это может привести к разбалансировке. სინამდვილეში მათ არ შეუძლიათ რაიმე ახლის შეთავაზება გარდა იმისა, რაც გაკეთდა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების თანათავმჯდომარეობით მოქმედი სპეციალიზებული სამხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. აზერბაიჯანში თურქეთის ელჩის ბიოლ აკგუნიმ ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გახსნას რეგიონისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ნახიჩევანში ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ ეს დერეფანი გააძლიერებს შუა დერეფანსა და რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის დამაკავშირებელი ხიდი გახდება. ინფორმაციას ელჩის განცხადების შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო აპა ავრცელებს.
აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედია აღარ არსებობს, ჟურნალისტებზე ზეწოლა კი უპრეცედენტოა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ახალი ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედია ფაქტობრივად განადგურებულია, ხოლო ჟურნალისტებზე ზეწოლამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ანგარიში ნათქვამია, რომ ხელისუფლება სისტემურად ახმობს თავისუფალ სიტყვას პოლიტიკურ მოტივირებული დევნით. მაგალითებად მოყვანილია ისეთი მედია საშუალებები, როგორიცაა აბზაზ მედია, მეიდან TV, თოფლუმ TV და კანალ მე-13, რომელთა საწინააღმდეგაც გამოიყენეს რეგისტრაციაზე უარი, რედაქციების ჩხრეკა და საბანკო ანგარიშების დაბლოკვა. ორგანიზაციის შეფასებით ჟურნალისტების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, როგორიცაა კონტრაბანდა ან ფულის გათეთრება, ხშირად უსაფუძვლოა და მათი გაჩუმება ინსტრუმენტებს წარმოადგენს. ანგარიში ასევე საუბარია დაკავებული ჟურნალისტების მძიმე პირობებზე, მათ შორის სამედიცინო დახმარებაზე უარსა და ოჯახებთან კონტაქტების შეზღუდვაზე. Amnesty International მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი ჟურნალისტი, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას გააძლიეროს ბაქოზე ზეწოლა პრესის თავისუფლების საკითხებზე. ქართული ოცნების გენერალური მდივნის და თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი საქართველოდან გასაგდებია და მასზე რომ იყოს დამოუკიდებელი, რა თქმა უნდა გააძევებდა. ეს განცხადება კალაძემ ევროკავშირის ელჩის პაվել ჰერჩინკის კომენტარის საპასუხოდ გააკეთა. კალაძის შეფასებით, ყველა უბედურება, რაც ქვეყანაში ხდება, დასავლური ბიუროკრატიიდან მოდის. მისი თქმით, ევროკავშირს არ მოეწონა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და ახლა ყველა გზას იყენებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს. მისივე განცხადებით, ელჩი მავნებლობას ასრულებს დავალებებს და მისი განცხადებები გაჯერებულია ტყუილითა და ახალისებს ექსტრემიზმს. ცნობისათვის პაվել ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნების ერთადერთი გზა რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება და რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება. ახლა რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის სამკუთხედს, რატომ ვერ თანამშრომლობენ სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად? ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობები არსებობს, ერთიანი სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, ეგრეთ წოდებული კავკასიური სამკუთხედი ვერ ყალიბდება. ვუყურებთ ჩვენი კოლეგის მონიკა ჰარიანის რეპორტაჟი. სამხრეთ კავკასია ჯერ კიდევ ვერ ახერხებს გახდეს ერთი სამკუთხედი, რომელიც მსოფლიოს წინაშე წარდგება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები სომხეთ-საქართველოს. ცალკე სომხეთ-აზერბაიჯანის, მაგრამ ეს სამკუთხედი არ ჩამოყალიბებულა და აქ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ალიევის კონსტრუქციულობაზე. ალიევი კი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში აგზავნის. აქ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული სტაბილურობის საკითხები, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები. საქართველომ განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარებას. თუმცა, როგორც ქართველოლოგი აღნიშნავს, უნდა გავიგოთ, საქართველო უბრალოდ პლატფორმად ყოფნას ცდილობს შეხვედრებისთვის თუ სურს შუამავალი გახდეს მხარეებს შორის. საქართველოს როგორც შუამავალს არც სურვილი და არც რესურსი არ აქვს ამ ყველაფერში მონაწილეობისთვის, მაგრამ როგორც პლატფორმა, სადაც შეიძლება შეხვდნენ, ეს შესაძლებელია. ქართველოლოგის შეფასებით, 2020 წლის ომის შემდეგ თბილისი მიხვდა, რომ მის სამეზობლოში ყალიბდება ძალისმიერი ცენტრი, რომელიც შეიძლება მისთვისაც საფრთხეს წარმოადგენდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში დაახლოებით 300,000 ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთი რაოდენობით მეორე ეთნიკური ჯგუფია ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში, ეს ყველაფერი არ შეიძლება მათ არ აწუხებდეთ. ამიტომ მათ წინასწარი ნაბიჯები გადადგეს, რითაც სურთ აქტიურობა შეინარჩუნონ. თუმცა, როდესაც ვადარებთ, ნათელი ხდება, რომ სომხეთის ეკონომიკური საფუძვლები არც ისე ძლიერია, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა. ამის მაგალითია გარგრის, ყვავილების, კონიაკისა და თხევადი გაზის სომხეთში შეტანის აკრძალვები. 90-იანი წელებიდან ეკონომიკური თანამშრომლობა, უზარმაზარი ინვესტიციები ქართულ ბაზარზე. ამის შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურა, გაზსადენი, ნავთობსადენი, რკინიგზა. ამიტომ ეს ყველაფერი შეგროვდა, ეკონომიკიდან პოლიტიკურ ველზე გადმოიტანეს და უკვე პოლიტიკურად დაფიქსირდა როგორც სტრატეგიული.
სომხეთში ხანძრების საშიშროება მატულობს. მაღალი ტემპერატურის ფონზე ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხანძრის მაღალი რისკი მომდევნო 5 დღის განმავლობაშიც შენარჩუნდება. ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ხანძრების რიცხვი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 3-ჯერ გაიზარდა და 2096 შემთხვევა შეადგინა. სპეციალისტების თქმით, შემთხვევათა 95% ადამიანური ფაქტორითაა გამოწვეული. ამ პრობლემასთან საბრძოლად გარემოს დაცვის სამინისტროსთან ახლად შექმნილი ეკოპატრულის სამსახური ტყეებს და დაცულ ტერიტორიებს ხანძრებს ადრეული აღმოჩენისა და გაფრთხილების სისტემას ნერგავს. სისტემა, რომელიც ვიდეოკამერებისა და სენსორებისაგან შედგება, კვამლის წყაროს 20 კილომეტრის რადიუსში აღმოაჩენს და სამაშველო სამსახურს მყისიერად გადასცემს სიგნალს. პროექტის დასრულება წლის ბოლომდეიგეგმება. ამასთან კანონმდებლობით მოქალაქის მიერ გამოწვეული ტყის ხანძრისათვის ჯარიმა 200,000 დრამს დაახლოებით $525 შეადგენს. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა დღეს. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.